კრისტალობით მეგობრებამ ლექსუსი ყავს, გადავიღებ განახებთ ხამადახეთ მის მდგომარეობასაც. აქტიურად მანქანა არის ახალი. ბამპერი ეს მდგომარეობაშია, დავშალეთ, მოკლედ. ეს ბამპერი შეუძლებლად გადაიშკურტება, მოკლედ, დაიბრუნდება, ანუ სოლის ორი მიწყებობს. მოკლედ. ეს აგიხსნით, აი მოკლედ დამზადებული დედალი მაქვს, ანუ ზოგადად თორს არის ბამპერი ჩამოსხმული, აი ესეთი უზორები ახასიათებს, რაც მე შეღების მერე, აი ზუსტად აი ეს უზორები გამოდის. ამ ყველაფერს რო ავერიდოთ, რა თქმა უნდა დაიბრუნდოს ბამპერი, მე რო ახალია, მაგრამ აი ჩამოსხმის. გამომდინარე, აი ესეთი უზორები აქვს, რაც ახლა ახასიათებს აი ამასაც რა. შეიძლება კი ეგრევე შეიღებოს, მაგრამ უბრალოდ აი ეს უზორები უშნოდ დაემჩნევა რა და ამ ყველაფერს თავი რო ავარიდოთ, რა თქმა უნდა დაიბრუნდოს ბამპერი თვითონაც რა. ეხლა გადავიდეთ მანქანასთანაც და გათვალიერებინეთ მანქანასაც. ეს არის მანქანა მოკლედ. კაპოტი ახალია. კაპოტზე მოგიწევს ჰერმეტიკების წასვლა. გავუღებ განახეთ მაგასაც. აი აქ არა ჰერმეტიკები, რაც როგორც ხედავთ, აქ ჰერმეტიკები უნდა წაუსვათ, ხარხომს ჰერმეტიკები აქვს. კრილოებზე გადასვლას ვაკეთებ. აქ ფირი ეკრა და ეს ფირი მოხსენით. და ერთადერთი კუთხე აქ დაკაწრული, რომელიც აწამას გამივეცით. ეს ადგილი მოკლედ. მოკლედ ეს ცხვირი შევღებოთ ამაზე, ეს კაპოტი როგორც ხედავთ, აქ არის შესაღებად, იქიდან გამომდინარე ისეთი კუნტიასკი, რომელიც ამას გაცვლა აჭირდება. შავებს ყველა ვარიანტში უნდა და ამას აჭირდება გაცვლა, რომელიც შეიძლება ეგრევე რო იქნას სოლის ორზე შეიღება. და შეიფუთა მოკლედ ვამზადებთ კიდე რასაც მეტი გვაქვს, ბამპერზე კიდევ ერთხელ წებო გვაქვს დასასხმელი, თავი დავიზღოთ ყოველ შემთხვევისთვის, როგორც გითლიანად დავგუნდეთ ბამპერი, ხო ის ჩამოსხმული ფორმები რაცა რო აეგენი არ გამოჩნდეს, როგორც ეს კიდე თავის გადასვლით, კაპოტი, კაპოტზე რაც თავარია ჰერმეტიკები, აი ეს დაუხსვით, მოკლედ აი ესე, როგორც უნდა გქონდეს თავის ქარხნული, მოკლედ. ეხლა ამ ყველაფერს გავასუფთავებთ. ბამპერზე წებოს დავასხმევთ, ქვედა დამატებულ ტვიჩზეც ანალოგიურად და შევუდგებით საქმეს, მოკლედ შეღებას და აქაც პატარა ნაკაწილი ქონა დავამუშავოთ ეგაც, მაგასაც დაუტოვებთ ვიდეოს და რა ვიცი, მოკლედ დავასრულებთ ამ ყველაფერს, გადავიღებ, განახებ დეტალები, თუ როგორი გამოგვივიდა. აბა ვნახოთ ჩვენი ლექსუსი რა გამოგვივიდა. კრილო, მოკლედ გადასვლა იყო ესე, კაპოტთან გამომდინარე რომ ფერში სხვაობა რო არ მოხდეს. ესეთი გადასვლა ფერი აქვს, ზემოთ არა უყურებ სიმქეს ურტყავს, აქეთ ესე აღიავებს. ეს მისი იდეალური ბამპერი, არანაირი უზორები, არანაირი ჩამოსხმის შტამპობის ადგილები, რაზეც ვლაპარაკობდით, რის გამოც დაიბრუნდა. აი ეს იდეალური გამოვიდა, ესაც კაპოტი. აი ესე იდეალურად, თავის შაგრენიანად, თავის მკვლელი გადასვლიანად. ესაც კრილო. ნუ დაუგუდით ფერი თამაშობს, ეს სიჭუთლე გამოდის რა ეს. აქეთკენ ვერცხლის ფერია, მაგრამ აი ესე რომ გაასწორებ გადადის, რაღაცნაირი ეს ცნაური ფერია რა. კაპოტსაც რო დახედავ, თითქოს თავისი კაპოტი არ იყოს, მაგრამ აი ერთი გადასვლა რაღაცნაირი რა. მეცაც თავისი ორიგინალი გუში. მეცაც კრილო, თავის ნახევარი გადასვლით, ანუ ეს შეიღება გადასვლით, აქეთ მხოლოდ გადავედით ლაკი. აქეთკენ საღებავი აღარ გადასულა, საღებავი არის დასხმული, აი ეს. რომ ბამპერთანაც რა თქმა უნდა სხვაობა რო არ მოხდეს. ესეც კაპოტი. ეს თავის ჭრილები, თავის გემოვილად. მოკლედ ესე მეგობრებო დასრულდა ლექსუსი აიწყობა. ეს ყველაფერი რამდენად შეძლებ ამ ყველაფრის გადაღებას ვერ დაგვირდებით, იმიტომ რომ იწოს ხოლმე აქეთკენ მუშაობა და მანქანა ისე იწყობა და ისე გადის სერვისიდან, რომ ვერ ვასწრებ გადაღებას მოკლედ. აი ეს შეღების პროცესი დამთავრდა ამ მანქანაზე, დარჩა აწყობა, აწყობითად ბიჭები რო აწყობენ, რა თქმა უნდა გადავიღებ, განახებთ ამ ყველაფერს, აი ჰერმეტიკების დავათვალიეროთ. ეს ესე ჩივით აი ესია.
დასრულდა ჩვენი გემრიელი Lexus. მადლობა ვინც უყურებთ ჩვენ YouTube ხარს, გამოიწერეთ და ლაიქეთ. მოკლედ ეს ეს დასრულდა. ესე მეგობრებო, ელოდება თავის ფლობელთან, გავა ჩვენი Oxgrade-დან. ჩვენი ზბორში გილაშიკა დახატა მოკლედ, დასვა ყველაფერი ზარზორებში. ესეთი იდეალური Lexus-ი გამოვიდა.